რატომ არ ემხრობის სტრატეგიული სფეროების ნაციონალიზაციას? რა უბედურებაა სტრატეგიული სფეროები? დამისახელეთ სტრატეგიული სფეროები და მითხარით რატომ უნდა მართავდეს მას ირაკლი კობახიძე? მაგალითად რკინიგზა. შეიძლება სტრატეგიული სფეროა თქვენთვის. მატარებელი, იქ რაღაც ლიანდაგი, სადგური და ირაკლი კობახიძე. რატომ ამ რკინიგზას არ უნდა მართავდეს ვიღაც ბიზნესმენი, რომელიც რაღაც ზის, იქ რაღაცას ფიქრობს, ფულს დებს, რისკავს, აშენებს, ასეთ ამბავშია და ირაკლი კობახიძე. ან რა ვიცი, ღარიბაშვილი. აი, ჩვენი ბიუროკრატია. რა უბედურებაა, რატომ გონიათ რომ ის ხალხი უკეთესად მართავენ? რისკი მაგათ არა აქვს. ამის ცუდი გაგაცვლება რომ მიიღონ პასუხისმგებლობას ისინი არ აგებენ. რით არის ბიუროკრატის მიერ მართვადი რკინიგზა უკეთესი ვიდრე ბიზნესმენის მიერ მართვადი? საუკუნეების მანძილზე პოლიტიკოსები მუშაობდნენ იმაზე, რომ ხალხი გაეძარცვათ. მათ შორის ისე, რომ ხალხი არ აჯანყებულიყო. პრიმიტიული მძარცველი დაადგება და წაართვას. ხალხი წუხს, მაგრამ პროფესიონალური მძარცველი და ყაჩაღი პოლიტიკოსის სახით აკეთებს ისე, რომ ადამიანი მადლობელია და ამბობს, რომ კიდე გამძარცვე. ამ ასე ვთქვათ ხელობის დახვეწის პროცესში პოლიტიკოსებმა მოიგონეს უამრავ ერთი ინსტრუმენტი, რომ ადამიანებს ტვინში რაღაცა დებილობა ჩაუდონ და მერე ძარცვენ. სტრატეგიული რაღაც ობიექტების რაღაც არის ერთ-ერთი მათგანი. აი თქვენი გაპარსვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ აი ამ ემოციაზე იმუშაონ, რომ იმის ნაცვლად რომ რაღაც მართლა სერიოზულად ვილაპარაკოთ. რკინიგზა როგორი უნდა იყოს? რკინიგზა ასე ისე, ამერიკაში ასე ვითარდებოდა, იაპონიაში ასე ვითარდებოდა, ევროპაში ასე გავიაზროთ, ვიფიქროთ, ავარჩიოთ და რაღაც ამის ნაცვლად სტრატეგიული ობიექტი, თან უცხოელი ხო ესაში რაღაც არის. უცხოელი თუ არის რა? ვაჭარი, ვაჭარი. ვაჭარი შეიძლება იფლოდეს სტრატეგიულ ობიექტს? არა, არ შეიძლება. და всё. მე იძახეთ და გაიპარსებით. ეს არის ძალიან